ნევროლოგიური სისტემა, რომელსაც ყოველდღიური მუშაობისათვის სჭირდება საკვები ნივთიერებები, ანუ ნუტრიენტები. ყოველსათვის კარგად ნაცნობი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მაკრონუტრიენტები, ანუ რამდენიმე გრამის ოდენობით გვჭირდება ყოველდღიურ რაციონში. რაც შეეხება ვიტამინებს და მინერალებს, ისინი მიკრონუტრიენტებია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმს ყოველდღიური რაციონის სახით 1 გრამზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით სჭირდება, მათი უკმარისობა შეიძლება საკმაოდ სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. დაგვირეკეთ ნომერზე 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ფოლიუმის მჟავა და ჩვენი სტუმრები არიან ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ქავთარაძე, პედიატრი მედიცინის დოქტორი ნანუკა ყავლაშვილი და მეანგინეკოლოგი სამიანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ნემსაძე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. დღევანდელი ჩვენი საუბრის სათაური არც ისე ნაცნობი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი მაყურებლისათვის. ფოლიუმის მჟავა შეიძლება არ ჟღერდეს ნაცნობად, მიუხედავად იმისა, რომ B ჯგუფის ვიტამინების ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამიტომ ჩვენ არ დავკარგოთ დრო და თანმიმდევრულად დავიწყოთ განმარტება. ქალბატონო ეკატერინე, რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა და რატომ არის აქტუალური ამ თემაზე საუბარი საქართველოში? არის თუ არა მისი ნაკლებობა სერიოზული პრობლემა, რომელიც საფრთხე შეუქმნიდა ჩვენს ჯანმრთელობას? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისათვის. რასაკვირველია, ფოლიუმის მჟავა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინი ჩვენთვის, ის ბევრისთვის B9 ვიტამინის სახელით არის ცნობილი. იგი წყალში ხსნადი ვიტამინია და უმნიშვნელოვანესია ნერვული სისტემისთვის, სისწარმოქმნისთვის. მონაწილეობას იღებს უჯრედულ დონეზე მიმდინარე პროცესებში, როგორიც არის დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა, ზრდა, ერითროციტების წარმოება და ასე შემდეგ. საქართველოსთვის ნამდვილად პრობლემურია ეს 2009 წელს ჩატარებულია ნუტრიციის ეროვნული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალების 36%-ზე მეტი აღენიშნება სწორედ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. ვინაიდან როგორც ბევრისთვის არის ცნობილი, ჩვენი ქვეყანა დაუგეგმავი ორსულობებით საკმაოდ გამოირჩევა, დაახლოებით 50% ორსულობების არის დაუგეგმავი, რასაკვირველია ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან ორსულობაში ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს ისეთ მნიშვნელოვან დაავადებებს, როგორიც არის ბავშვებში ანენცეფალია, ნერვული მილის დეფექტი და ასევე მომავალში უკვე ბავშვების ზრდის, განვითარების შეფერხება და ასე შემდეგ. ამიტომ ამ პროცესს უმნიშვნელოვანესი ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს დაგეგმილი, როგორც ფიქრობთ, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება და უშუალოდ ეს დაავადებები რა გავლენას ახდენენ ორგანიზმზე, ალბათ სპეციალისტები უფრო დეტალურად ახსნიან ამის შესახებ და ქალბატონო ნანა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომელიმე ნივთიერების უკმარისობაზე ორგანიზმში, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, მაგალითად ბევრს ვკარგავთ, არასათანადოდ ვიღებთ, არასათანადოდ შევიწოვეთ, ან უბრალოდ ორგანიზმის მოთხოვნილება ამა თუ იმ პროდუქტზე გაიზარდა, ამა თუ იმ ნივთიერებაზე გაიზარდა. დამოუკიდებლად ამისა, ფოლიუმის მჟავას შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ნერვულ სტატუსზე, ნევროლოგიურ სტატუსზე ამ უკმარისობის გავლენა. და ხშირ შემთხვევაში საბედისწეროდ შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის განვითარებაში, ინდივიდის განვითარებაში. რას გულისხმობს ეს დეფიციტი და როგორ შეიძლება ამაზე ნევროლოგმა ილაპარაკოს წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით? დიდი მადლობა ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ მოწვევისთვის. ეს მართლაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცოტა არის ის მდგომარეობა, რომლის თავიდან აცილება ჩვენ შეგვიძლია. და ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ სწორედ იმ მდგომარეობაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი 75%-ით ბოლო კვლევების მიხედვით ჩვენ ამ დარღვევების თავიდან აცილება შეგვიძლია და ეს დარღვევები არის ძალიან მძიმე. აი ქალბატონმა ახსენა რამოდენიმე ტერმინი, მე ცოტა უფრო განვმარტავ ამ ტერმინებს. ანუ ის დედები ორსულობის პერიოდში ყველა ახალგაზრდა ადამიანი უნდა აუცილებლად იღებდეს ფოლიუმის მჟავას, მაგრამ სამწუხაროდ ეს მიღება არ ხდება, თუ ხდება, არ ხდება იმ დროს, როცა საჭიროა. ანუ უმეტესი ქალები იღებენ ორსულობის მესამე-მეოთხე კვირის შემდეგ. ამ დროს აუცილებელია, რომ ეს ფოლიუმის მჟავის მიღება მოხდეს ჩასახვამდე.
ჩვენ წესით ყველა ახალგაზრდა მოზარდ გოგონას უნდა ვასწავლიდეთ, რომ თუ ის გადაწყვეტს სქესობრივ ცხოვრებას და შემდეგ ორსულობას, მან აუცილებლად უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა. და რატომ გაითვალისწინა ქალბატონო ეს რეკომენდაცია? არ გაითვალისწინა ეს რეკომენდაცია, არის ძალიან მაღალი რისკები და რისი. პირველი, ნაყოფზე ტერატოგენული, ანუ დამაზიანებელი ზეგავლენის არსებობისა და ეს დაზიანება შეეხება ნერვული სისტემის საფუძვლის, ნერვული მილის განვითარებას. ანუ შესაძლებელია დაიბადოს ყველაზე მძიმე შემთხვევაში ნაყოფი, რომელსაც არ აქვს თავის ტვინი. უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თქვათ ადრევი მშობიარობის ან აბორტის მიზეზი, ან იშვიათ შემთხვევებში იბადება ბავშვი ამ მძიმე პათოლოგიით. ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც სიცოცხლის უნარიანია ამ ნერვული მილის დარღვევის შემთხვევაში, ეს არის ზურგის ტვინის დაზიანების სხვადასხვა ფორმები, სპინა ბიფი და ესეთი ტერმინია ბევრმა ყოველდღიურ პრაქტიკაში იცის არა სპეციალისტმა ადამიანმაც. ანუ ეს არის სხვადასხვა პათოლოგიები, რომლის დროს უმეტეს შემთხვევაში ზურგის ტვინის განვითარების ანომალია არის, რაც ვლინდება კლინიკურად, პრაქტიკულად ქვედა კიდურებში დამბლის არსებობით. ასეთი ბავშვები არიან არაჩვეულებრივი გონიერი, ხელების თავის ტვინის სრული ნორმალური ფუნქციით და განვითარებით და ამ დროს მათ სრულიად არ შეუძლიათ სიარული, აქვთ ორივე ფეხში ღრმად გამოხატული დამბლა და რაც ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანია, მათ ასევე აღენიშნებათ შარდვისა და კუჭის მოქმედების პრობლემები, კერძოდ დახმარების გარეშე, კათეტერის გარეშე მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ მათგანს მოშარდვა არ შეუძლია, ეს თავის მხრივ იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ბაქტერიული ინფექციის თვალსაზრისით, მუდმივი კათეტერიზაცია და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მრავლობითი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვები, რომლებიც ტრაგედიას წარმოადგენენ ოჯახისთვის. და უკეთ რაცვლიან ცხოვრების ხარისხს არა მარტო ინდივიდისთვის, არამედ ოჯახისთვის, სოციუმისთვის და რაც მთავარია, თუ ჩვენ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით შევხედავთ, ეს არის იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დახარჯავს რეალურად იმ თანხებს, რომლებიც ამ უნარშეზღუდულობის მართვას ესაჭიროება, ეს არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის. თუ ჩვენ ამას დაუპირისპირებთ სასწორის მეორე მხარეზე, აი იმ მარტივ ცნებას, რომ თუ ჩასახვამდე ჩვენ დავიწყებთ ამ ფოლიუმის მჟავის მიღებას და გავაგრძელებთ მთელი ორსულობის და ლაპარაკი იყო 3 თვეზე, მაგრამ ბოლო მონაცემებით ლაპარაკია 9 თვეზე განმავლობაში ამ ვიტამინის მიღებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ 50-დან 75%-მდე შევამცირებთ აი ამ მძიმე მანკების განვითარების საშიშროებას. ქალბატონო ნანა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა, ანუ უკმარისობა, გავლენას ახდენს არა მარტო მუცლად-ყლაფნის პერიოდში ინდივიდის განვითარებაზე, არამედ პრაქტიკულად სიცოცხლის მანძილზე, თუმცა ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდეთ. მე უბრალოდ მინდა რომ თქვენი აზრი განავრცოს ბატონმა მამუკამ და მინდა მივმართოს სწორედ ბატონ მამუკას. თქვენ როგორც მეანგინეკოლოგი ყოველდღიურად ხვდებით თქვენს საექიმო პრაქტიკაში ქალბატონებს, რომლებიც არათუ არ მოემზადნენ ორსულობისათვის, ხშირ შემთხვევაში ისინი მოვიდნენ უკვე ფაქტით და ის ინფორმაცია, რომელზედაც ქალბატონი ნანა საუბრობდა, ანუ პირველი კვირების განმავლობაში ორგანიზმის უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით, ცხადია მათ არ დაუცავთ. ამიტომ თქვენ როგორც მეანგინეკოლოგი, როგორ ხედავთ ამ პრობლემას და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის ცოდნა ქალბატონებისათვის და თქვენ როგორ იქცევით, როგორ შეგიძლიათ ეს პრობლემა მოაგვაროთ უშუალოდ თქვენი პროფილიდან გამომდინარე. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ მრავალრიცხოვან აუდიტორიას. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგების საუბრიდან აშკარა ის დიდი პრობლემა, რომელიც ამ ვიტამინის, B9 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის უკმარისობით შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში. ემბრიონი, ანუ ნაყოფის ის პირველი საწყისი ეტაპი, რასაც ჩვენ ემბრიონულ პერიოდს ვეძახით, გრძელდება ჩასახვის მესამე კვირიდან მერვე კვირამდე. ანუ ხანმოკლეა საკმაოდ და ამ პერიოდში საკმაოდ ვულნერაბელური, ანუ დაზიანებადია ნაყოფი და ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ამ დროს გავლენას, ეს ვირუსული დაზიანება, გარემო რადიაციული ფონი, სტრესები, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზთგანი, რომელიც ნაყოფის ამ ემბრიონულ განვითარებას აზიანებს, ეს არის მიკროელემენტების, მიკრონუტრიენტების უკმარისობა და ერთ-ერთი ძირითადი, რომელიც დამტკიცებულია, რომ ამ უკმარისობის შედეგად რიგ პათოლოგიების განვითარებას იწვევს, ეს არის ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. რას აზიანებს? ეს არის ყველაზე ძირითადი, მთავარი და ყველაზე სათუთი სტრუქტურა მზარდი ემბრიონის შემადგენლობაში, ეს არის ნაყოფის ნერვული
მილი. ანუ ის წარმონაქმნი, საიდან ვითარდება შემდგომში ნაყოფის თავის ტვინი, ზურგის ტვინი, პერიფერიული ნერვული სისტემა. ქალი საერთოდ ვერც ხვდება, რომ ორსულად არის და მას უკვე ჭირდება ეს B9 ვიტამინი, ფოლიუმშავა. ანუ ნერვული მილის განვითარება იწყება ემბრიონული განვითარების, ანუ ჩასახვიდან 2 კვირის შემდეგ. წარმოიდგინეთ, ანუ ქალს ჯერ სამიანო ტერმინს ვიხმარდა გინეკოლოგის, უბრალოდ არის ის რომ ორსულად არის, 10 ტესტი გაუკეთებია, მაგრამ მას უკვე ეს ვიტამინი ჭირდება. ესე იგი, როცა მიხვდება, რომ ბოლო მენსტრუაციის გადაცემის შემდგომ გაიკეთებს ტესტს, უიმე თურმე ორსულად ყოფილვარ და ამის შემდეგ ხდება ის, რომ რა B9 ფოლიუმშავის მიღებაზე საუბრობ, როდესაც ქალთა 26% ბოლო მონაცემებით 2099 წლის მონაცემებით 50% დაუგეგმავი იყო. ეხლა აფერუმ ჩვენს ქალბატონებს ეს ციფრი შემცირდა 36%-მდე, მაგრამ მაინც ყოველი მესამე ორსულობა დაუგეგმავია, შესაბამისად ქალს ინფორმაცია არ აქვს, რომ რა გამოკვლევები, რა ღონისძიებები უნდა მიმართოს ორსულობის დაწყებამდე. დიახ. ქალბატონ ნანუკასთან მაქვს მეკითხვა. ქრონოლოგიურად მოვყვებით ჩვენ ქალბატონმა ნანამ ზოგადად დასვა ეს საკითხი, რომელიც ინდივიდის ჯანმრთელობას და განვითარებას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიან გინეკოლოგიური კუთხით შევხედეთ ორსულობამდე პრობლემის დასმის აუცილებლობას, მაგრამ ბავშვთა ასაკის პრაქტიკაში როგორ არის ეს საკითხი? ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. რა პრობლემები სათავე შეიძლება აღმოჩნდეს და რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგებით ხოლმე თქვენ როგორც პედიატრი? დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ფოლიუმის მჟავა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დეფიციტის დროს შეიძლება განვითარდეს ანემია, იმიტომ რომ ფოლიუმის მჟავა აუცილებელი არის ერითროციტების წარმოსაქმნელად. ანუ ერითროციტი ეს არის ის უჯრედი სისხლის, რომელიც ახორციელებს ჟანგბადის გადატანას. ჟანგბადი კი ბავშვის ორგანიზმისათვის და მისი ნორმალური განვითარებისთვის არის აუცილებელი. აუცილებელი არის მათ შორის ტვინის განვითარებისთვის, ანუ ის რომ ნორმალურად ჩამოყალიბდა მუცლადყოფნის პერიოდში ნერვული სისტემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ხო? შემდგომ ჭირდება მას ნორმალური განვითარება, ამიტომ ჟანგბადი აუცილებელია. შესაბამისად, თუ ბავშვი განიცდის ფოლიუმის მჟავის დეფიციტს და განვითარდა ანემია, აი ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის ამან თავის მხრივ გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, ეს შეიძლება იყოს წონაში, სიმაღლეში, მატების შეფერხება, შეიძლება იყოს გონებრივი განვითარების მხრივ, თქვათ, რაღაც გარკვეული პრობლემები და ასე შემდგომ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის პერიოდი, როდესაც ზრდის ტემპი არის დაჩქარებული, ზოგადად ბავშვობის პერიოდში ზრდის ტემპი ისაც ბევრად უფრო მაღალი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის წლამდე ასაკის ბავშვები და სქესობრივი მომწიფების პერიოდი, როდესაც უფრო მეტი ესაჭიროება ბავშვს ფოლიუმის მჟავა, ვიდრე ვთქვათ ნებისმიერ სხვა ასაკში. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ სხვა მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ამ მდგომარეობები, როდესაც შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნილება ამ ფოლიუმის მჟავაზე. დიახ. მოდით ვუპასუხოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ის ჩვენი საუბრის დაწყების მომენტიდან გველოდება, ვუპასუხოთ მაყურებელს, მე კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა, რომელიც მაყურებელმა დასვა და არ შემოსულა ეთერში და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს. მოგესალმებით, გისმენთ? გისმენთ? ალო? მოგესალმებით, ეთერში. გამარჯობათ, ქალბატონ ნანა ტატიშვილთან მაქვს შეკითხვა. დიახ. გამიჩნდა ბავშვი 7 თვის პრეეკლამსიით გაჩნდა. დაახლოებით 4-5 თვე ეძინა გადასარევად, ანუ მარტო ჭამისთვის უგრძებდა და საღამოს. შემდეგ განუვითარდა უძილობა. უძილობაში გამოიხატება ისი დღის განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ დინავს 15 წუთით. რამდენად შესაძლებელია ეს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას უკავშირდებოდეს ან რამე ნაკლებობა ხომ არ აქვს მაგ მხრივ? კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ უბრალოდ დანარჩენი მაყურებლისათვის აუცილებლად უნდა განმარტოთ, როდესაც ვლაპარაკობთ ორსულობის გართულებებზე, ან ტრიმესტრების მიხედვით განვიხილავთ ხოლმე, ერთ-ერთი არის ხოლმე პრეეკლამპსია და ეკლამპსია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედის ჯანმრთელობისათვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისათვის და ეს ხშირ შემთხვევაში თირკმელს უკავშირდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ცხადია, სიღრმისეულად ამ საკითხს არ განვიხილავთ. ქალბატონო ნანა, შეიძლება ფოლიუმის მჟავა იყოს ბრალდებული ამ შემთხვევაში? არა, მე ვფიქრობ, რომ არა. ზოგადად ძილის პრობლემები ამასაკობრივი ჯგუფისთვის ძალიან დამახასიათებელი და ეს არ არის პათოლოგია. ხშირად ახალშობილებს და ჩვილებს ძინავთ 2 საათის
განმავლობაში საათნახების განმავლობაში ღვიძავ და შემდეგ 10-15 წუთი იძინებენ, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ბავშვის განვითარება ასაკს მიყვება, თუ წონის მატება არის, ამ შემთხვევაში ძილის დარღვევა არ არის რაიმე ორგანული დაზიანებით პირობადებული და თქვენ რომ იკითხოთ, ალბათ ან თქვენი მეუღლე, ან თქვენი და-ძმა, რომელიმე აუცილებლად იქნებოდით ასეთივე ძილის პრობლემებით, რადგან ხშირად ეს ოჯახური შემთხვევებია და თქვენი მშობლები ალბათ იტყვიან, რომ საკმაოდ აწუხებდით მათ ტირილით და ჭირვეულობით. ამიტომ თუ დედა იქნება მშვიდად და ეცოდინება, რომ მის ბავშვს არ აწუხებს არაფერი, უბრალოდ დღეში 3-4 საათი ჯამური ტირილი ნორმას წარმოადგენს 3 თვემდე ასაკის ბავშვისათვის. შემდეგ ცოტა მცირდება ეს დრო, თუმცა მაინც 2-3 საათი ჩვილობის ასაკში ნორმალურია, რომ ჯამში ბავშვი ტიროდეს. ჩვენ რომ მოწინებით შევხვდებით, 7 თვის ასაკში შეიძლება რომ 2-3 საათი დღეღამეში ტიროდეს ბავშვი ჯამში. თუ თქვენ იქნებით მშვიდად, ეს სიმშვიდე ბავშვსაც გადაეცემა. თუ თქვენ იქნებით მშფოთვარე, ეს შფოთვა კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვის ჭირვეულობას და ისეთი შეკრული წრე შეიკრება, რომლის გარღვევა მერე უფრო ძნელი იქნება. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მაყურებელმა დასვა, ეხება თავის ტკივილს საფეთქლის მიდამოში, რომელიც მოგვიანებით ვრცელდება მთელი თავის მიდამოში და გადადის კეფის არეშიც კი. შეიძლება თუ არა ეს იყოს დაკავშირებული ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან და ვისარგებლოთ მომენტით ქალბატონო ნანა და გავაგრძელოთ ასაკობრივ ჭრილში. თქვენ ბრძანებდით მუცლადყოფნის პერიოდში ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დეფექტების ჩამოყალიბებაზე. შემდგომ ასაკში, ანუ ჩვენი ცხოვრების მანძილზე, სად შეიძლება გვიმტყუნოს ფოლიუმის მჟავამ და ნევროლოგიური სტატუსი სად დაზარავთ ეს? ყველაზე მეტად ალბათ სანამ გავცემდე ჩვენი მაყურებლის კითხვას პასუხს, ვიტყვი რომ ყველაზე მეტად რაც ქალბატონმა ნანუკამ აღნიშნა, ეს არის გონებრივი განვითარების შეფერხება, შეიძლება არა ისეთი მძიმე, როგორც სხვადასხვა დაავადებების დროს, მაგრამ დადგენილია, რომ ის ბავშვები, ვისაც ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ან რკინის დეფიციტი აქვთ, ინტელექტის შკალით შეფასების შემთხვევაში რამდენიმე პუნქტით უფრო ნაკლები აქვთ მათ მოსწრება, ვიდრე იმათ, ვისაც არ აქვთ ეს დეფიციტი. ამიტომ თუ ჩვენ მუდმივად მივიღებთ საკვებს მდიდარს ფოლიუმის მჟავით, ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვემუქრება არსებული და გენეტიკურად განპირობებული უნარების დაქვეითება. მეორე რაც ქალბატონმა ბრძანა, თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომელიც ზოგადად ნევროლოგთან მიმართვის ჩივილებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, მათ შორის ბავშვთაში პირველზე არ არის, მაგრამ პირველ სამეულში ნამდვილად არის და სხვადასხვა სახეა თავის ტკივილი, საბედნიერო თავის ტკივილი არის ძალიან ხშირი, მაგრამ ძალიან იშვიათია, სადღაც 1%-ზე ნაკლებია თავის ტკივილებს შორის რაიმე დაზიანები და ორგანული პათოლოგიით გამოწვეული თავის ტკივილი. ყველაზე ხშირი არის შაკიკი, რომელიც არის მფეთქავი ხასიათის და მეორე სიხშირით ეს არის დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც სწორედ კეფისკენ გადადის და რომელიც ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას უკავშირდება და ხშირად არა და ხშირად მხოლოდ რეჟიმის მოწესრიგებით შეიძლება წამლის გარეშე თავის ტკივილის შემცირება მოხდეს. ქალბატონო აიკა, როდესაც მაყურებელი ისმენს დღევანდელ ჩვენ საუბარს, მისთვის გასაგები გახდა, რომ ჩვენ საუბრობთ ბეჭდგუფის ვიტამინების ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომელსაც იმდენი რამ შეძლებია, რასაც ცხადია ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ მაყურებელს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა. კი, მაგრამ თუ მისი დეფიციტი ამდენ პრობლემას გვიქმნის, შეგვიძლია თუ არა ამ პრობლემის თავიდან ნაცილება? ერთია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიკამენტურ შევსებაზე და მეორეა, როგორ შეიძლება ბუნებრივად, ანუ საკვების მეშვეობით შეიძლება თუ არა პრობლემის აცილება და რა საკვები წარმოადგენს ამ შემთხვევაში ფოლიუმის მჟავის წყაროს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. თითოეულმა ჩემმა კოლეგამ არაჩვეულებრივად ილაპარაკა ყველა იმ პათოლოგიაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფოლიუმის დეფიციტმა. მე სულ რამოდენიმეს დავამატებდი უბრალოდ, ბოლო კვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ ფოლიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის ლეიკოზი, ნეირობლასტომა, ასევე ინსულტები და ინფარქტებიც კი. შესაბამისად, ამაზე ყველა ვჯერდებით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის და რასაკვირველია შეიძლება მისი პრევენცია და ქალბატონმა ნანამის არაჩვეულებრივად აღნიშნა, რომ ეს არის ვიტამინი, რომელიც ბევრი დაავადების მისი საკმარისი რაოდენობით მიღება თავიდან აგვაცილებს ბევრი დაავადებას, რომელიც ესეთ პრობლემას უქმნის ჩვენს მოსახლეობას. რასაკვირველია არის საკვების სახით მისი მიღების შესაძლებლობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ მცირერიცხოვან ვიტამინების რიცხვში შედის, რომლის სინთეზური ფორმით ათვისება
უფრო იოლად ხდება ვიდრე ბუნებრივი გზით. რასაკვირველია, არაჩვეულებრივია, რომ ყველა მოსახლეობა მიცოდეს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანსაღი კვების წესების შესახებ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ვებგვერდზე დევს განთავსებულია სრული მასალა, რა საკვები პროდუქტები შეიცავენ. მე რამოდენიმეს დავასახელებ, ესეთია ხორცი, ესეთია სოკო, ესეთია პარკოსნები, როგორიც არის ლობიო, სოიო, ასევე ისპანახი. თუმცა იმ დეფიციტის აღმოფხვრა და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება მათი მოხმარება ორსულობის დროს, ბავშვის ზრდის პერიოდში და მისი შევსება მხოლოდ საკვები პროდუქტებით ვერ ხერხდება და ამიტომ სწორედ ამ პერიოდშია ჩვენ მოვახდინოთ მედიკამენტებით. მით უმეტეს უნდა აღვნიშნო, რომ ფოლიუმის მჟავა ფართოდ იყიდება ჩვენს საფთიაქო ქსელში და მისი ფასი ნამდვილად არ არის იმ მოდენობის, რომ თქვათ არ იყოს ხელმისაწვდომი თვიური დოზა სადღაც 2 ლარამდე მერყეობს. ბატონ მამუკასთან მექნება ასეთი კითხვა. ჩვენ სწორედ იმის გამო, რომ ერთის მხრივ სვამთ პრობლემის ხას უსვამთ პრობლემის აქტუალობას, მეორეს მხრივ ვცდილობთ ვისაუბროთ პრობლემების თავიდან აცილებაზე, გასათვალისწინებელია ქალბატონმა ეკამა რაჩვეულებრივად ბრძანა, რომ საკვები შეიძლება იყოს ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ, ანუ პროფილაქტიკური დატვირთვა ქონდეს. თუმცა, როდესაც პრობლემა გვაქვს, ჩვენ გვჭირდება მისი შევსება, ზოგჯერ მედიკამენტური გზითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვა მწვანე პროდუქტები, მაგალითად მცენარეული პროდუქტები ძალიან მდიდარია, ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თერმული დამუშავების დროს ეს ძალიან სახიფათო თემაა. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ჭურჭელი უნდა იყოს ემალირებული, თავდახურული, დიდხანს არ უნდა ვადუღოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ტექნოლოგიურად ბევრ ამოცანას უსახავს ჩვეულებრივ დიასახლის. ამიტომ, როდესაც თქვენთან ქალბატონები მოდიან, მესმის, რომ კარგი იქნებოდა წინდახედულად მოქცეულიყვნენ და ჩასახვამდე ეზრუნათ ფოლიუმის მჟავით შევსებაზე, მაგრამ როდესაც უკვე თქვენთან არიან ისინი, თქვენ გევალებათ მათი ორსულობის მართვა. რომელი პერიოდებია ამ ხრივ განსაკუთრებით საყურადღებო და თქვენს მიერ დანიშნული პროფილაქტიკური დოზა რას გულისხმობს? ან სამკურნალო დოზა. საჭიროა თუ არა ორსულმა ქალმა უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა მიიღოს, ვიდრე ჩვენ მივიღებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში? მადლობა შეკითხვისთვის. როგორც ვახსენეთ, ორსულობის დაწყებამდე ქალმა უნდა მიიღოს დღეში 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა, 0.4 მილიგრამი. დაახლოებით 3 თვით ადრე მაინც საუბარი უფრო ადრე თუ დაიწყებს, უფრო უპრიანია ეს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს დოზა ორსულობის პირველ ტრიმესში, ანუ პირველ 12 კვირამდე უნდა გააგრძელოს მიღება 400 მიკროგრამის, ანუ 0.4 მილიგრამის. ეს ეხება დაბალი რისკის ორსულებს. აი რაც შეეხება მაღალი რისკის ორსულებს, რომელთაც ანამნეზში, ანუ წინა მშობიარობა ჰქონდათ პათოლოგიური ახალშობილით, თუ მას ახალშობის აღენიშნებოდა ნერვული მილის დეფექტი, კერძო საუბარია სპინალბიფი და ანენცეფალია, ენცეფალოცელე და სხვა მასთან გათანაბრებული პათოლოგიები, მაშინ დოზა იზრდება 5 მილიგრამამდე დღეში. ეს დოზა, ეს რეჟიმი მკურნალობის მიღებულია მსოფლიოს წამყვანი ასოციაციების, მეგინეკოლოგთა ასოციაციების მიერ. ეს ინფორმაცია დევს ჯანდაცვის საიტზე. ყველა დაინტერესებულ ჩვენ კოლეგას ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ურჩევ, რომ ჩვენს ორსულებს, ჩვენს ქალბატონებს შესთავაზოთ ასეთი რეჟიმი ორსულობამდე მინიმუმ 3 თვით ადრე 400 მილიგრამი დღეში და ორსულობის პირველ 12 კვირის მანძილზე გაურთულებელ შემთხვევაში 400 მილიგრამი ერთხელ დღეში, მაღალი რისკის ორსულებში 5 მილიგრამი, ანუ უფრო დაახლოებით 10 ჯერ მეტი დოზა ორსულობის 12 კვირის ვადამდე. ეს რაც ნერვული მილის განვითარების დეფექტებს ეხება, ხოლო შეეხება ანემიებს, ეს ცალკე საკითხია და ცალკე დამატებით კვლევასა და დამატებით დანიშნას მოიწევს. ქალბატონ ნანას აქვს შევსება და მე მინდა რომ ქალბატონ ნანუკას დაუსვა რამდენიმე კითხვა. მე რამდენიმე, რადგან ბევრი ადამიანი უყურებს ამ გადაცემას, ორი მიმართულებით სამიზნე ჯგუფებს მინდა მივმართო. პირველი, ეს არის პირველად ჯანდაცვის ექიმები, სამწუხაროდ ჩვენთან განათლება არა მარტო საზოგადოების, არამედ ჯანდაცვის პროფესიონალების განათლებაც არც თუ არ არის ისეთი, როგორიც სასურველია რომ იყოს და ძალიან ხშირად მეთვალყურეობის მქონე ქალებიც კი, რომლებიც პირველი დღიდან ორსულობის თითქოს არიან მეთვალყურეობის ქვეშ, არ ითვალისწინებენ ის, რაც აი ამ წუთში თქვა. რაც ბატონმა მამუკამ ურჩია. რაც ბატონმა მამუკამ ურჩია. ამიტომ პირველადმა ჯანდაცვამ ყველა რეგიონის ადგილობრივმა სამიანო გინეკოლოგურ სამსახურმა უნდა იცოდეს ეს, რომ აუცილებელია ორსულისთვის. მეორე, ეპილეფსიის
ქონე ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც შემდეგ ორსულდებიან და ბავშვი ან ზოგადად აპირებენ, რომ ყავდეთ ბავშვი. და ამ ბოლო დროს ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლები ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან აქტიურად გამოიყენება ბევრ სხვა სფეროში. ეს არის შაკიკი, ეს არის ქრონიკული ტკივილი, ანუ ბევრი ახალგაზრდა ქალი 15 წლის და ზემოთ, რომელთაც შეუძლიათ პოტენციურად იყვნენ დედები, იღებენ წამლებს ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვადასხვა ჩვენებები და ამ წამლების მიღების პროცესში რისკი გაცილებით უფრო მაღალია ნერვული მილის პათოლოგიის არსებობისა. ეს ცალკე საკითხია, როგორ უნდა იყოს მართული სპეციალისტის მიერ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მათ ჭირდებათ სწორედ ის თერაპიული დოზა, რაც ბატონმა მამუკამ აღნიშნა 3 თვის შემდეგ, მათ ჩასახვამდე უნდა დაიწყონ 10-ჯერ მეტი დოზა, ვიდრე საპროფილაქტიკო, ანუ 4 მილიგრამი და ეს გააგრძელო მთელი 9 თვის განმავლობაში ორსულობის. ქალბატონმა ნანამ წამოჭრა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს მას შემდეგ, რაც მაყურებელს უპასუხებთ, ქალბატონმა ნანუკამ სწორედ აქედან გააგრძელო საუბარი. ანუ მედიკამენტების როლი იმ დანაკარგში, რასაც ხშირად განიცდის ხოლმე ფოლიუმის მჟავა. ანუ ჩვენ მიწოდების მიუხედავად შეიძლება დავკარგოთ, იმიტომ რომ მედიკამენტები ამაში გვეხმარება ცხადია ბჭყალებში. მოგესალმებით, გისმენთ? დილამშვიდობის. ყველასთან მექნება ზოგადად ასეთი შეკითხვა. 57 ქრომოსომის ტრისომია და ფოლის მჟავა რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში? თვითონ ორსულობის წინ არ მიმიღია, მაგრამ ორსულობის დროს ვიღებდით ის დასაწყისში პირველ ტრიმესტრში და ბოლოს. მაგრამ მიუხედავად ამისა 8 თვიანი დამებადა მაინც ასეთი 57 ქრომოსომის ტრისომით მოზაიკური ფორმა აქვს და გონებრივი განვითარების არაღრმა ჩამორჩენა. და როგორი იქნება შემდეგ ასეთი ბავშვის გონებრივი განვითარება? გასაგებია. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დანარჩენი მაყურებლისთვის აუცილებლად უნდა განმარტოთ, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობთ, ნორმაში ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა, ანუ 23 წყვილი ქრომოსომა გვაქვს. აქ ლაპარაკი ტრისომია იყო ნახსენები, ანუ სადღაც ერთ-ერთ წყვილში ნაცვლად 2 ქრომოსომისა 3 დაწყვილდა და შეუკავშირდა ერთმანეთს და სწორედ ის კლინიკა და ის ჩივილები, რომელზედაც საუბრობდა ქალბატონი, უკავშირდება ასეთ გენეტიკურ თავისებურებას. ქალბატონ ანასთან იქნება ალბათ ეს კითხვა უპირველეს ყოვლისა. შეიძლება ფოლიუმის მჟავა იყოს ამ შემთხვევაში დამნაშავე ასეთი ტიპის გენეტიკური ხარვეზის განვითარებისთვის? არ შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავას ბევრი სხვა დამაზიანებელი ზეგავლენა, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასეთი გენეტიკური ცვლილების შეტანა ქრომოსომულ დონეზე მას არ შეუძლია. რაც შეეხება გონებრივ განვითარებას, არ არის აუცილებელი, რომ იყოს სერიოზული პრობლემები ამ თვალსაზრისით, კარგი მუშაობით, რომელიც გულისხმობს არა წამლებს, რომელიმე ტვინის მკვებავს და მენტალური, ანუ გონებრივი განვითარების გაუმჯობესების, არამედ ბავშვთან მუშაობას, მის წვრთნას, რაც ხდება სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედაგოგის, ოკუპაციური თერაპევტის დახმარებით, ხშირ შემთხვევაში ეს ბავშვები აღწევენ ნორმას. მათი უდიდესი ნაწილი არის დაბალი ნორმის ზღვართან მიახლოებული და შედარებით საბედნიეროდ მცირე პროცენტს აქვს სერიოზული გონებრივი განვითარების პრობლემები. დიახ, და ამ შემთხვევაში ადაპტაციისათვის უნარჩვევების გამტკიცება ერთ-ერთი ყველაზე კეთილი სამსახური იქნება, რაც მშობელმა. ძალიან კარგი ქართული სიტყვა არსებობს, წვრთნა და აი წვრთნა ბავშვის მისთან მუშაობა დედის, ბებიის, დეიდის, მასწავლებლის ყველასი არის ის საშუალება, რომელთაც ჩვენ შეიძლება რომ მნიშვნელოვნად განაუმჯობესოთ მისი გონებრივი შესაძლებლობა. ქალბატონ ნანუკასთან მაქვს მე ასეთი შეკითხვა. ჩვენ ერთგვარად გავაგრძელებთ მედიკამენტების თემას, რომელიც ქალბატონმა ნანამ დასვა. დარწმუნებული ვარ თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც თქვენ არაუბრალოდ პაციენტს მკურნალობთ და ის არის ბავშვი, თქვენ გაქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა იმუშაოთ მის მშობელთან, ოჯახის წევრებთან. ამიტომ ფოლიუმის მჟავის დეფიციტზე საუბარი შეიძლება ბავშვთან არა, მაგრამ მშობელთან გიწევთ ყოველდღიურად, ეს ერთი. მეორე, მედიკამენტების როლი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა პრაქტიკაში და როგორ შეიძლება პრევენციაზე ვისაუბროთ სწორედ ბავშვთა ასაკში. თქვენ როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს? ძალიან დიდი მადლობა. ანუ გავაგრძელებ მართლაც ქალბატონი ნანას ნათქვამს და ჩამოვთვლი ვთქვათ იმ მედიკამენტებს, არა მხოლოდ ეპილეფსიის საწინააღმდეგო, არამედ არის მთელი რიგი ჩამონათვალი მედიკამენტებისა, რომელთაც შეიძლება გაზარდოს ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. ეს არის დიაბეტის საწინააღმდეგო წამლები, ეს არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლის მოხმარებაც რაც ბოლო პერიოდში ეს აქტიურად გამოიყენება, სულფანილამიდური პრეპარატები. ეს არის
რევმატოლოგიური პათოლოგიის დროს გამოყენებადი პრეპარატები, ციტოსტატიკები და ასე შემდგომ, ახლა ეს ტერმინები ცოტა შეიძლება შობლისათვის ისეთი უცხო იყოს, თუმცა აი ამ დაავადებების დროს სამკურნალო მედიკამენტები ძალიან ხშირად იწვევს თავისთავად ფოლიუმის ჟავის დეფიციტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პაციენტი იღებს ესეთ მედიკამენტებს, მას დამატებით სჭირდება აუცილებლად ფოლიუმის ჟავის მიწოდება. ახლა რა თქმა უნდა, ესეთი პაციენტების რიცხვი ბავშვთა ასაკში, შედარებით ვთქვათ, ნაკლები არის, ისეთი დაავადებები არის, რომლებიც ვთქვათ, უფრო მოზრდილ ასაკში შეიძლება შეხვდეს, თუმცა ბოლო პერიოდში პროცენტული წილი მაინც გაიზარდა ბავშვებში და ყურადღებით უნდა ვიყოთ. და მეორე პრობლემა, რაც ბავშვებში შეიძლება შეხვდეს, ეს არის ანემია, ხო, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება და ამ ანემიის გამო ძალიან ხშირი არის არა მხოლოდ ვთქვათ ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება კი არ არის აქ პრობლემა, არამედ მისი თავმდევი პრობლემები, რომ ეს არის ვთქვათ ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ვთქვათ სწავლის პრობლემები არის და ასე შემდგომ. უკვე ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, რომ გონებრივი განვითარების მხრივ შეიძლება თავის თანატოლებს ჩამორჩებოდნენ. უკაცრავად თქვენ თავადაც ძალიან კარგად განმარტეთ, როდესაც საუბარი დაიწყეთ თავდაპირველად, რამდენად აქტუალური შეიძლება იყოს ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში, როდესაც ჟანგბადის ნაკლებობაზე საუბრობდით, რეალურად თქვენ წინაპირობა შექმნით იმისათვის, რომ მაყურებლისათვის ანემიის პრობლემა უფრო გასაგები გახდეს ამ შემთხვევაში. და განვითარებაზე და თქვათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე იქონიოს გავლენა, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ პროფილაქტიკაზე, ქალბატონ ნანუკასთან მაქვს ასეთი კითხვა. რას გულისხმობს ბავშვთა ასაკში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობაზე ზრუნვა? უბრალოდ ამ ნაკლებობის თავიდან აცილება. როგორ ახერხებთ თქვენ ამას? საკვების მეშვეობით ურჩევთ რაღაც რეკომენდაციებს, აგრძელებთ მშობლებს, ბავშვებს, ოჯახის წევრებს, თუ გჭირდებათ ხშირად მედიკამენტური დახმარების და მხარდაჭერის გამოყენება? იცით რა თქმა უნდა და ვეცადოთ რომ თქვათ რაღაც გარკვეულად საკვებით მოხდეს კორეგირება ამ დეფიციტის. პირველი ბავშვებში მით უმეტეს ვთქვით რომ ბავშვების და ექსკლუზიური
ვიტამინით გამოწვეულ ანემიას და თუ თქვათ ჩვენ გადმოვიხარეთ აქეთ მხარეს, ანუ ერითროციტები ცოტა უფრო დიდი და სხვანაირი მეგალობლასტური ქვია, ანუ დიდი ზომის არის. ასეთ შემთხვევაში უფრო უნდა გაღრმავდეს კვლევა, უნდა შევისწავლოთ თვითონ სისხლში ფოლიუმის ჟავის შემცველობა, ან B12 ვიტამინის შემცველობა და გადავწყვიტოთ რომლის დეფიციტია და შესაბამისად უნდა მოხდეს კორექცია. ახლა ხანმოკლე პაუზა იქნება ჩვენს საუბარში, მოამბის კოლაჟს მიადევ